ვინ არის თამარა ბერიძე? გიორგი მთვალები ასწია. კოლეგა, სესხიმეცით ბიზნესისთვის. ხმა მშვიდი ჰქონდა, მზერაც, ზედმეტად მშვიდი. ნინომ თავი დაუქნია, მოცდა ეხერხებოდა. ღამით სანამ ძინა მისი ტელეფონი აიღო. თამარი, ფოტო, ბევრი ფოტო. ბოლო 3 კვირის წინანდელი, რესტორანი, სანთლები. გიორგის ხელი მის ხელზე. სამზარეულოში გავიდა, ჩაიდანი ჩართო. იდგა და უყურებდა წყალი როგორ დუღდებოდა. მხოლოდ ერთ რამეზე ფიქრობდა. კიდევ რამდენი რამ არიცოდა. მომდევნო ერთი კვირა იღიმოდა. შენ საუკეთესო ხარ. გმადლობ. ვახშამს ამზადებდა, ქმრის ხუმრობებზე იცინოდა, შიგნით სიცარიელე. ამონაწერებს სწავლობდა, მისამართს ეძებდა, იპოვა. კოსტავა მე-6 სართული. 4 შაბათს როცა გიორგი წავიდა, ნინო იქ მივიდა. პირდაპირ გააჩერა მანქანა, ელოდა. 40 წუთი, 1 საათი. სადარბაზოს კარი გაიღო. ქერათმა, წითელი პომადა, შავი კაბა, მაღალი, ლამაზი და მუცელი, მომრგვალებული, შესამჩნევი. ნინოს არ ახსოვდა სახლში როგორ დაბრუნდა. ხელები საჭეზე, მშრალი თვალები. შიგნით რაღაც ჩაწყდა, ჩუმად, უხმოდ. საღამოს გიორგი დაბრუნდა. ლოყაზე აკოცა. რა მოამზადე? ხაჭაპური. ისევ უყურებდა როგორც უცხოს. მისი ტელეფონი დაივიბრა. კაცი აილვანზე გავიდა. ნინო მინასთან მივიდა. გიორგი იცინოდა. ასეთი ბედნიერი არასდროს ენახა. აივნის უკან მანქანაა. ვერცხლისფერი BMW. თამარი კაპოტთან იდგა. გაგრძელება